Deep State ვინ არის თქვენი აზრით, ვისაც გველაპარაკება ქართული ოცნება? არავინ არ არის. არ არსებობს? არ გჯერათ რომ არსებობს? არა. გამოგონილი Deep State და რაღაცები, ჩემი აზრით მაგათ მოგონილია უფრო და რაღაცა ასე ფორმალური სახელი მოიგონეს რომ ვითომ რაღაცა ამან ანუ გამოგონებულია თქვენ ასე ვფიქრობ, რეალურად არ არსებობს? ჩემი აზრით არ არსებობს, რადგან ხალხი ასე რომ ვთქვა დააშინეს ყველაფრით. რა შესაძლებლობა ჰქონდა თავს ასე რომ ვთქვა გამოიყენოს ყველაფერი. რა არის Deep State? ან ვინ არის Deep State? ვისაც გველაპარაკება ქართული ოცნება. აი თქვენ როცა აკრიტიკებენ ოცნების მთავრობას ევროკავშირიდან, ევროპარლამენტი ან ამერიკის შეერთებული შტატები, როგორ? თვითონაც ვერ უხსნიან ხალხს რა არის Deep State. რატო ვერ ხსნის თქვენი აზრით ქართული ოცნება ვინ არის Deep State? მაგერს გამოხატ ყველა მოღალატეებად და ემათ რა ვიცი. ჩემი აზრით ეს არის უბრალოდ გამოგონილი манипуლირება, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოიგონა იმისთვის, რომ ჩვენი ანტიევროპული გზა უფრო წინ წაწიოს. ვინ არის რეალურად ეს Deep State? არაფერი არ არის მოგონილი, просто უბრალოდ ხალხს აშტერებენ. ვისაც მაგალითად არ უნდა მაგის გაკება ან ვერ ხდება რა არის და რაღაცა იმას გონია ეს Deep State რაღაც სასწავლია მაგენმა მეიგონა. როცა ქართული ოცნება ახსენებს Deep State-ს, ვის გულისხმობს? ართვავები არ მინდა ფერი. ვის გულისხმობს ქართული ოცნება? თუ არ გასაგებით, ეს იტყუება და იგონებს. არ ვიცი ბებია, მე არ მაინტერესებს მაგრამ. ანუ Deep State-ს როცა გველაპარაკება ქართული ოცნება, რაზე ლაპარაკობს? 100%-იანს ბაზრობ. არის. ან სად არის ეს Deep State? სად არის და საგინდა განახო, გინდა წამოდა გათვალიერები. აი სად მაგალითად? სად არის? რომედად პრიბალტიკა ძალიან გაბრაზებული ვარ მაგინზე. ანუ თქვენი მტერია პრიბალტიკა? აბარა რა. იმიტომ რომ ასანქცირებს ქართულ ოცნებას. ხო, რატომ ახლა ჩვენ არ ქვეყნის რუსეთის გადაცემისთვის? რუსეთს რატომ დაგადებით? ფაქტია ეხლა. რუსეთიდან გამოვედით. იგენიც გამოვიდნენ და ჩვენ გულა იმაშობია. ხო რა ჩვენი ერთი გაჩერდი. ხო რა ჩვენი ოცნების არალეგიტიმური მთავრობა იღებს რუსულ კანონებს. არაფერს არ იღებს, სწორედ ძალიან კარგად. ვინმე ვერ დაგვიქნევს თიც. ვერც რუსეთი, ვერც ევროპა და ვერც ერთი. ვერავინ ვერ დაგვიქნევს. ჩვენ ქართველები ვართ. კარგია რუსეთმა დაგვიქნიოს ხელი. ვერ დაგვიქნევს ვერც ერთი. ვიქნევს ფაქტია. აბა, უქნევია რამდენი. ერთ-ერთი ემთხოვა ეხა ქართული ოცნების თქვენ რომ მოგწოდით იმათი განცხადებები და კრემლის განცხადებები და არავითარ შემთხვევაში ყველა აკრიტიკებს ქართულ ოცნებას. სხვანაირად ლაპარაკობ. Deep State იღებს გადაწყვეტილებას. არის გასაგები თქვენთვის ვის ლაპარაკობს ქართული ოცნება? გასაგები და მე უჭერ მხარს ოცნებას. ანუ არსებობს Deep State? სად არსებობს? ვინ არის? არ გინდა ამაზე თავის ფერასთან დამელაპარაკოთ, მე მაინც ოცნებას. არა, გვაინტერესებს უბრალოდ ქართული ოცნება ვერ ესახელებსა. თქვენ მისი მხარდამჭერი თუ დაგვისახელებთ. ვინ არის ეს ან სად არის რა ორგანიზაცია? მაინტერესებს რა თავი დამეგო. ცენზურა არ ვიცი როგორ თქვა ბოდიში. ეს არის აი როგორ გითხრათ რა. ძილში მობოდილი, რომელმაც უბრალოდ ვიღაცამ გაიგო და მე გამოჭირა ტელევიზორში და თქვა რომ ესეა. შეიძლება ეს თქვენი აზრით იგივე ოცნების ამომრჩევლებს, თქვენ სირგული როგორი განწყობილია? არა, ჩემს სირგული თითქმის ყველა ოპოზიციონერი არის. Deep State არის ბუდიანი ვიზიები საზღვარგარეთი და ვინც ჩვენ გვემუქრება, გვართმევს ქართველობას, გვართმევს ჩვენს იდენტობას, არა და რეალურად ვისაც უმოგზაურია დასავლეთში ერთხელ მაინც ან არ უმოგზაურია და უბრალოდ წაუკითხავს თუნდაც რა ვიცი დასავლური კლასიკა და ზიარები ამ ყველაფერს, მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დასავლეთია სწორედ ის, ვინც გარანტირებულად ცემს ჩვენს იდენტობას პატივს და სწორედაც ის არის, ვინც არ ხელყოფს ამ ჩვენს იდენტობას და გაუფრთხილდება და ვიბუდებს ისეთებად, როგორებიც ვართ. და აბსოლუტურად არ წარმოადგენენ ისინი ჩვენთვის მტრებს, რატო მოვიაზრებთ, როცა შვილების განათლებაზე ვლაპარაკობთ, პირველი რაც თავში მოგდის, ოცნებად ეს არის აი დასავლური განათლება. რატო არ გავდივართ მოსკოვში და ვორონეჟში მაშინ? ან რატო არ გარბიან ისინი, ვინც Deep State-ს გვახმოვს თავზე და ესე ჟარგონულად არ ვიდა ვთქვა, მაგრამ ვაბოლებენ თითქოს, რომ ეს Deep State-ი ვებძის ჩვენ და ვანადგურებს და ამ დროს თვითონ ჩადიან და მოგზაურობენ თვეში 5 ჯერ დასავლეთში, ყველაფერ კარგს ეტრფიან, იქაურს, ეზიარებიან და ჩვენთვის უნდა მხოლოდ აი ეს რაღაც ჩაკეტილი სივრცე და აი ესე ზომბები თავდახრილები რომ ვიყოთ
და გქონდეს ეს თითქოს წარმოსახვითი მშვიდობა. რა გვინდა ისეთი მშვიდობა, თუ ხმას ვერ ამოიღებთ და თავდახრილები ვიქნებით. ეს არ არის მშვიდობა, ეს არ არის თავისუფლება. რატომ დასჭირდა თქვენი აზრით ქართულ ოცნებას საუბარი deep state-ზე და deep state-ის გამოგონება? რაღაცა ხომ და მეიგონოს, იგი მე ძალიან მეწოდება ის ხდება, ვინც მაგას ვერ ხდება, მაგალითად ლაპარაკობს, რომ deep state-ის ბრალია, გაროჩო ყველაფერი და ჩვენი ბრალი არ არის. რაღაც თქო უნდა იმოსდეს. ნუ ის კი არა გაროჩია ჩვენოს ხალხს რაღაცა გავაკეთეთ, ამას ვაკეთებ. ევროპისკენ მივიდო მაგიცო რაღაც რა ვიცი ჯერ კაცი ამბობს ვაჩერებთო ნელი ლაპარაკობს მივდივართო ესეც იმის იგია რომ ეს ხალხი ვისაც ევროპის და იმის ჯერა გაროჩი არ მეიცილოს და ხმა მიცემ რა ვიცი რაღაცები და რეალურად საერთკენ მიდის ახლა ქვეყანა ბოდიში რაღაცას ვიტყოდი ახლა მაგრამ საით მიდის ერთ ადგილისკენ ჯერ ხალხი გაროჩი აზიზე ვერ მოდის გაროჩი ვაფშე საქართველოში რა ხდება რა ხდება თქვენ დაკვირვებით? ხონა დაინგრება კაცო. არც იქით მივივარ და საკეთ მივივარ, არცად არ ვარ. ჩვენთან მეზობლობაში ყველაფერი წინდის და ახლა ჩვენ გაროჩი ჩამოვჭით და მოლდოვის უკან რო იქნება კაცი ახლა საუნდა დახო. ხო ეს ხოთაშორის კავკასიაში იცვლება მოცემულობა, ხო ეს სომხეთიც და აზერბაიჯანიც გამოდიან ამ რუსული ორბიტიდან. რას ფიქრობთ ამაზე? ანუ კარგავს რუსეთი თავის დომინანტურ როლს კავკასიაში? თუ დარჩება თბილისი და საქართველოს მისი ასე ვთქვათ პლაცდარმად? გაროჩი რაღაცა გააკეთოს, ხო? ერთადერთი რომელიც რჩება კავკასიაში ახლა საქართველოს მაგენის მეგობარი და ის და მაგენის იმით შეიძლება რაღაცა ნუ რაღაცას ეჭიდება კიდევ გარაჩი რომ იმას მოახერხოს და კავკასიაში დარჩეს. ანუ რუსეთი ამას ცდილობს. და საქართველოს ხელს შეუწყობს ამაში. საქართველოს მთავრობა. ხელს შეუწყობს და ხელს შეწყობილია კაცო. მაგენი მართალი მეგონია საქართველოს. რა არის ახლა გამოსავალი რა როგორ უნდა გადავრჩეთ? და ქართული ოცნება ირაკლი გობახიძე ახსენებს რომ deep state-ი ერევა საქართველოს საქმეებში რომ deep state-ის deep state-ი რა არის მაგი არ ვიცი. ვინ არის deep state-ი? ვისაც გველაპარაკება ქართული ოცნება თქვენი აზრით? არ მინდა არ მიყვარს საერთოდ მათ თემაზე ლაპარაკი. ეს არის გადაბრალების ერთ-ერთი მანიპულირება ქართული ოცნებისგან, რომელიც ცდილობს რომ ანტიევროპული გზა დაგვაჭერინოს როგორც ჩვენ, ისე რავი, ბოლო 5 წლის განმავლობაში რაც კი უკეთებია, იმის მაქსიმუმს აკეთებს ახლა რა ქართული ოცნება. ამ რას გულისხმობ? სწორედ ეს არის deep state-ი გადაბრალება პიროვნებაზე თუ ორგანიზაციასა თუ სხვას შემდეგ, რომელიც ანტიევროპულ გზას ეწევა ჩვენი ქვეყნისათვის. იმიტომ რომ ჩვენ არ გვეუბნება ამერიკა, არც ევროპა, არავინ არ გვეუბნება, რომ იცი რა, თქვენ ხელს გიშლით, რაც კონკრეტული. ჩვენ გვეუბნება სხვა რაღაცას. თქვენ გიშლით თქვენი მთავრობა ხელს. მაჩვენეთ ერთადერთი თუნდაც ერთი მოსაზრება, თუნდაც ევროპარლამენტის შეკრებაზე, რეზოლუციის, ნებისმიერ რეზოლუციის მიღებაზე, სადაც საქართველოს და მათ შორის რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი გამოვიდა, სადაც თქვეს, რომ იცი, რუსეთის საქართველოს მთავრობა სულშლის ხელს რაღაც. არა, ასეთ რაღაცა არ მომხდარა. ხო, ამ ჩვენ ევროპისკენ გზისკენ ფეხი და ნაბიჯი რო გადავდგეთ, ამაგო ვახს როგორ შეამული იყო, ხო, მთელ საქართველოში, მათ შორის მეც ვიყავი გარეთ და ასე შემდეგ. ასეთ რაღაცებს რომ ისევ იქით აბრალებს ევროპას ქართული ოცნება, ამაზე ზენის აქციელია მათი მხრიდან სხვა არაფერი. და რატომ დასჭირდა ამის გამოგონება ქართულ ოცნებას? რომ რაღაც ილუზორული ძალა გამოეგონებინა? არის ხალხის ის ნაკადი, მათ შორის მეც და ჩემი ძალიან ბევრი ნაცნობი მეგობარი, რომელიც აქტიურად აპროტესტებს დღემდე ჩვენს რუსულ რეჟიმს, ახალ მიღებულ კანონებს, რეზოლუციებს, მათ შორის შიდა სამზარეულოზე მაქვს საუბარი, ჩვენს პრეზიდენტზე რო აქვს არაფერი, პრეზიდენტი ხო არ არის. არ ვიცი. YouTube ლიგის მოთამაშე მოვიდეს, არა. აი როგორ აგიხსნათ? ეს უბრალოდ გამოიგონოს, იმიტომ რომ თავიანთი ხო არიან, რა თქმა უნდა, ყველა სამთავრობა იქნება ეს თუ ოპოზიცია, ყავს თავიანთი მომხრეები. რომ მათ მომხრეებს დააჯეროს ის, რომ კი ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, იმით და ევროპაში ვიყავთ. მაგრამ ხელს გუშლის ეს. თვითონ ქართული ოცნების ამომრჩევლები ვინც არიან თქვენ ზირგვლივ? მაგას ვამბობ. მათ თუ შეერა ამ deep state-ის. ვინც არიან, იმათ ჯერათ. ეგ აყავს უდი, რომ ჯერათ. თან როგორ ჯერათ? ისე რომ პირიქით ამ ყველაფერს აგრესიულად გამოხატავენ.
ძალიან აგრესიულად. მაგრამ ისინი თქვენი ვერ ასახელებენ, ხო, ვინ არის არა, ეს? არა, რა არის ეს deep state-ი? არა. ისინი უბრალოდ მათი მწყემსის, ნათქვამ, ორიოდე წევრებას გამოიტანენ ხოლმე წინ და საუბრობენ ასე. რატომ ახსენებთ ასე ხშირად deep state-ს, აი ქართული ოცნება და ირაკლი კობახიძე? მე ვარ რო ევროპაში შევიდეთ. სხვა რა გითხრათ და ქართული ოცნებას რა უნდა თქვენ დაკვირვებით? მე ვიურაფერი არ უნდა მიდის აქეთკენ აი აცხადებს რომ ჩვენ გვინდა რეალურად ევროკავშირი. არ მიდის? რა შეატყობთ? ყველაფერში, ყველანაირ მოქმედებაში. თუმცა ქართული ოცნება ახსენებს deep states, ანუ გსმენიათ ეს განცხადებები, რომ აი deep state-ი ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში, რომ deep state-ი მართავს იგივე ევროკავშირის. არავინ არ ა deep state-ი არის ტრამპის deep state-ის გავლენის ქვეშ არის. არავინ არ მართავს სხვა ჩვენს იმაში. იგენი აძლევენ გზას, აძლევენ მაგალითს აჩვენებენ ევროკავშირის ქვეყნები? ხო და ხო. ევროკავშირსაც უსმენ როგორ საუბრობენ. იგენი რა არიან, ახლა ამბობენ და ამას არ უნდა, ამას რა უნდა არ ვიცი. აგენი არის და რუსეთის მხარეს და მაგას არავის აზრი არ მოწონს. რა შეატყობთ თქვენ? როგორ ხედავთ რომ რუსეთის მხარეს არიან? არა, მაგის ჩვენ მხარეს არ არის. არ არიან მაგის. ანუ ხალხის მხარეს? ხალხის მხარეს არ არიან, რატომ არ არიან და რაღაც რა ვიცი მე. ვერ ვატყობ ვერაფერ კარგს და შეიძლება თავითო მოგონებულიც იყოს, შეიძლება ისეთი რამე იყოს, ჯერ არ ამბობენ, თვითონ რო იციან და სხვას რო არ ეუბნებიან, მსგავსი რაღაცა შეიძლება იყოს ზუსტად ეგრე მაგალითად. ვინ არის deep state არ თუ გასაგები თქვენთვის, რაზე ლაპარაკობს ქართული ოცნება? ვინ არის ან რა არის ეს deep state-ი? მე პოლიტიკადან შორს. არ ხსენიათ, როცა ქართული ოცნება ამაზე ლაპარაკობს, რომ deep state-ი არსებობს. ძალიან რაღაცა მეიჯეთ რაღაცა არა საჭირო. არა საჭირო თუ არ არსებობს თუ როგორ არის? არსებობენ, როგორ არ არსებობენ. ვინ არის ეს ან ვინ მოიაზრება? ვინ არიან, საიდან მოიტანეს არ ვიცი. ვინ იგულისხმება ამ deep state-ში ან რა არის ეს deep state-ი? ცოტა არსებით მნიშვნელობას არ ვანიჭებ ასეთ სიტუაციას. ბოდიში, თქვენი მოსაზრებით, ვინ არის deep state-ი, ვისაც გველაპარაკება ქართული ოცნება ხშირად? ან რა არის ეს deep state-ი? რა ვიცი მე მაგდენი არის. და იგენი არასწორად იქცევ. არჩევნები ხომ ჩატარდათ, ესიერა ჩატარდა 3000 ევროპელი იყო დაკვირვება. და როგორ გაყავდა? ამბობენ იგინი რომ ყველაფერი ჩატარდა ნორმალურად. არა, გარკვეულ მზეუთო აკვირდებოდა არჩევნებს, როგორც არის ყველაზე დიდი საერთაშორისო სამკურნალო ორგანიზაცია და დაწერა შავი თეთრზე, რომ ეს იყო პრობლემური არჩევნები და ამ არჩევნებზე აღარ მოიწვიეს ზეუთო. საწე იკითხე მაგირო. ზეუთოს ეგუწერია დასკვნაში როგორ არის? ვინც აქ იყო 3000 კაცი გამოუშვა ევროპამ და ჩატარდა ნორმალურად. არ უცბა მსგავსი რამე უთოს. არასწორად იქცევით თქვენ. თქვენ თუ უსმენთ პროპაგანდისტულ მედიას, რომელიც უდმურად ითხოვება. უსმინო, ვის მხეცები იყვენ, ნაციონალები. ქვეყანაში არის იმდენად ბევრი პრობლემა დაგროვებული და თუნდაც ეს თითო ინსტიტუცია იმდენად რთულ სიტუაციაში არის, ეს ნეპოტიზმით სამსახურების დაწყება, სამართალი ყველასთვის არ არის თანასწორი. სასამართლოში რო დაგვიჩეს საქმე არ გვაქვს იმედი, რომ ჩვენ ვისაც რაღაც გავლენიანი ბიძიები არ ყავს, მივალთ და იქ რაღაცას მოვაგვარებთ. ეს ყოველდღიური პრობლემები რაც ჩვენ გვაქვს, ხო? და ქვეყანა რა უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, რეალურად ცდილობენ ამ ყველაფრისგან ყურადღების გადატანას რაღაც წარმოსახვით რაღაც ილუზიებზე და გამოგონილ მტრებზე.